გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც ხედავთ ჩვენ ეთერში ვართ და ჩვენს მორი გადაცემას ვაგრძელებთ. ერთი კვირა გავიდა, მაინტერესებს როგორც ცხოვრობთ, ალბათ იქნებოდა სიხარული, იქნებოდა ტკივილებიც და რა თქმა უნდა იქნებოდა იმედებიც, აი რომელი იმედებითაც ვიკრიბებით ჩვენ. ჩვენ დღეს სტუდიაში ფრიად საინტერესო სტუმრები გვყავს. წარმოგიდგენთ მათ. ბატონი ოთარ ქუთათელაძე, გორის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, პოპოვის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ბატონი ლერი როინიშვილი, ქარელის სახალხო თეატრის მთავარი რეჟისორი, რესპუბლიკური პრემიის ლაურეატი, მსახიობი. ამრიგად როგორც გითხარით, მართლა ჩვენი სტუმრები დღეს ფრიად საინტერესო პიროვნებები გახლავან. და თემაც ჩვენ ფრიად საინტერესო გვექნება დღეს. უპირველესად მინდა იმით დავიწყო, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ჩვენ გამოვედით გორის სახელმწიფო თეატრიდან ნახეთ სპექტაკლი მარწვის ცივი ტორტი, ასე ქვია ახალ სპექტაკლს და ამ სპექტაკლმა, რომელიც ბრწყინვალედ გაკეთებული, რეჟისორულად და ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო, ერთი რამ გამახსენა მე. ბატონ ოთარ და მინდა თქვენც ბატონო ლერი გითხრათ. ამან დამაფიქრა, აი რომ ამბობენ ხოლმე, რის რესპუბლიკა საქართველო. აი იყო დრო, როდესაც ვამბობდით, საქართველო არის მეხილეობის, მეჩაიეობის, მეციტრუსეობის რესპუბლიკა რა. აი შემდეგ სამწუხაროდ შემოვიდა ასეთი ბანანის რესპუბლიკაო საქართველო. თქო ბანანი კი არ მოდის საქართველოში, მაგრამ ასე დაარქვეს. მაგრამ ამ სპექტაკლმა ერთი საოცარი გამიჩინა. როცა მე ადრე გადაცემა მქონდა, მაშინ ვთქვი, რომ საქართველოში ყველაფერი გახურებული და გავარვარებულია, მხოლოდ ხელფასები და პენსიები გაყინული მეთქი. და როცა აი ესეთი ის დავინახე, რა ქვია ეს მაცივარი, ხომ არ არის ეს მაცივრების რესპუბლიკა. შესაძლოა. ოღონდ цаრიელი მაცივრების, цаრიელის რა თქმა უნდა. მაგრამ თავარია რომ ჩვენ მაინც ვფიქრობთ ჩვენს მომავალზე და როდესაც მახსენდება ფრაზა, აი თქვენ კულტურის მუშაკები ბრძანდებით. და საერთოდ ეს ძალიან დიდი სფეროა კულტურის მუშაკის რაოდენობა და ჩვენ ვამბობთ. არის ასეთი ფრაზა, რომელიც ბრძანა რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაარჩენს საქართველოს. კი, ძალიან საინტერესო და ფრიად საიმედო. აი, მაგრამ როგორ უნდა გადავარჩინოთ კულტურა? მიდის თუ არა ეს პროცესი კულტურის გადარჩენის? რას ფიქრობთ თქვენ? როგორ მიდის ეს პროცესი? უპირველეს ყოვლისა, ბატონო ვასილ, ნებავიმბოძეთ ვისარგებლო ეთერით და ჩვენ საყვარელ ტელეკომპანიას მიულოცო 10 წლის თავი. იუბილე მთელ მის შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალს ერთმა დალოცოთ მათი გონება და მათი ნიჭი და უსულო წარმატებები, რომ ქართულ ტელევიზიაში საკუთარი ძალისხმევით, საკუთარი ინიციატივით, საკუთარი სიტყვა ეთქვათ. გაიხარეთ და იცოცხლეთ. მადლობთ მათი სახელმწიფო. ეხლა ერთი ამბავია ჩემო ბატონო ვასო. გენიალური ფრაზა, გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაარჩენს საქართველოს. აქ მინიშნება რომ არ ყოფილიყო საქართველოს გადარჩენაზე. ეს ერთი ფრთიანი ფრაზაა გასროლილი, რომ მეგონებოდა გადავარჩინოთ საერთოდ სამყაროში კულტურა და კულტურა იხსნის მერე ქვეყანას. მაგრამ იმათ გადასარჩენი არაფერი არ აჭირს, ისინი კარგად არიან, თავიანთ საქმეს აკეთებენ. უბედურება ჩვენთან არის. ამ ეს ფრაზა ალბათ მაშინ იმდენად იყო საჭირო, ამდენადაც ახალი მთავრობა ყალიბდებოდა და გური უნდა მოგებულიყო ინტელიგენციის ხელოვნების მუშაკებისათვის და ჩვენც ასე ფრთიანად ავიწაცეთ ახლა ეს სიტყვა და სულ იმედი ჩავისახეთ, რომ აი ეხლა იწყება თავდავიწყება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც კულტურაში შეეფერება, მაგრამ ამოჩნდა საწინააღმდეგო. რა გაგხსენებთ? რა მაქვს ჩემო ვასილ და ისა მაქვს, რომ აი თეატრები გადაულოცეს ადგილობრივ ხელმძღვანელობას. კულტურის სამინისტრომ მოიხსნა თავის თავზე ყოველგვარი ვალდებულება, რომ ეზრუნა თეატრისათვის. დარჩა სულ 6 კაცი თუ 7 კაცი კულტურის განყოფილებაში და კულტურის სამინისტროში. სამინისტრო ქვია, მაგრამ არის თუ არა სამინისტრო კაცშვილმა არც და არც
დაიტოვეს 2 თუ 3 თეატრი, რუსთაველი, მარჯანიშვილი, ოპერის თეატრი. განარჩენი გადაიყვანეს ადგილობრივ დაფინანსებაზე. ადგილობრივ დაფინანსებას რა უნდა გააკეთოს ახლა? მოგეხსენება რომ გუბერნიებად ვართ დაყოფილები, ყველა და მომსხვილო ახლა რაიონები ქვია, ადრე ქალაქები გვერდქვა ხოლმე და მაგის მაინც ვამაყობდით და ახლა არც ალბათ ჩვენ დედაქალაქის გუბერნია რა სულ. ამ ჩვენს გამგებლებს დუმბაძეს დავესესხები, მართლა რა თუ არ მეწოდებოდნენ, ჩემი სიყრმე მოგდეს რა. იძულებულები არიან დასვეს ეს ხალხი. თვითონ ახლა შეძლებთ და გვარად კი ვეცოდებით, მაგრამ ეს შეცოდება არ კმარა იმისაც, რომ საქმე კეთდებოდა. მაგრამ იმათაც რა ქნას უთხრეს, რომ თქვენ ახართ ბუები და იტირეთ ყველა პრობლემა, აკეთებთ საქმე. ეს ხალხიც მუშაობს, რაღაცა მოსაკრებულები, რაღაცა ადგილზე თანხები უნდა შემოიტანონ და უნდა გადაუგზავნონ დედაქალაქს ცენტრალურ ბიუჯეტში და მე ისე გამოდის რა, ერთი შოროპნელი რო შეხვდა საჩხერეს და ერთს ყველი ქონდა და მეორეს ჭადი კაცო და ერთი ეუბნება ბიჭო მომიტეხე ყველიო და მოგიფინჩხავ ჭაცო. ხო ყველი ძვირადღირებულია და ჭადი ახლა იბძდა და ძვირადღირებულია. მე ისინი ამ ფულს გადმოგცემენ, არ მოგცემენ. თუ რა იქნება კაცშვილმა არ იცის. ჩვენ თავს ვერ ვიყარებთ, მივარდებით გამგებელთან, გუბერნატორთან, ვთხოვთ რომ აი ასე გვიჭირს და ამას ფიზიკურად თანხა არ აქვს და რით შეიძლება დაგეხმაროს. არა და თეატრი ის ხომ არ არის რომ დაიზეპიროს ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანის ტექსტი და გამოხვიდა და გაუცვალო ტექსტი. ეს არის საოცარი ესე იგი შრომის ნაყოფი. ვისაც არ არის ამ საქმეში ჩახედული, შეიძლება ასე იოლად მიაჩნდეს, რომ ეს არის ესტრადა გამოყვან წაიტინგიცებ ზოგიერთის თვალთა ხედვით და შედგება სპექტაკლი, მაგრამ ასე არ ხდება. თვითონ ფრაზას, იმ ფრაზის უკან რა დგას, რა გინდა, რისთვის შემოხვედი სცენაზე, რისთვის გახვედი, რანაირად დადის ეს პერსონაჟი, რანაირად მეტყველებს, რანაირად აზროვნებს, რანაირი ემოციები გააჩნია. ეს ყველაფერი ხომ გასაკეთებელია. მე გარდა მაგისა ყველაფერს თავი დაანებო სახარჯო დადგმის, სახარჯო ფული არ არის. ყველაფერი ძვირიღის. დეკორაციას ვერ ვაკეთებთ. საღებავს ვერ ყიდულობ, ფულს ვერ ყიდულობ. იმისაც რომ კოსტუმი შეუკერო, ყველაფერს ერთ კოსტუმში ხო ვერ ითამაშებს მსახიობია რა. თუ არა და გარდა იმისა შეიძლება იმ ხელა ვირტუოზი იყოს რომ ითამაშოს, მაგრამ ეს თვითონ მაყურებლისთვის არის მეურვებელი. ახლა ოტელოს რო თამაშობდა და გამოხვიდა და ეგრეთ წოდებული წვრილი შარვალი ჩაიწვა. თუმცა კაზაკომა კი ითამაშა ერთხელ ჯინსებით, მაგრამ ეს ხო არ იქნება რა ოტელი, ჰამლეტი ითამაშა. ბატონო ოთარ, მე მესმის თქვენი, როდესაც წმინდა თეატრის ხელოვნების ამ სპეციფიკაზე და მის პრობლემებზე და ტკივილებზე საუბრობთ და გინდა თუთხრათ ის ხელმძღვანელობასაც და მაყურებელსაც, რომ პრობლემატიკა არსებობს, საერთოდ ეს ფინანსური მხარეა, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ბატონო ოთარ, თქვენს დამეთანხმებით ბატონო ლევი თეატრთან, რომელმაც დაიწყო ქართული თეატრი, პრაქტიკულად გორის თეატრი, ეს ის პირველი თეატრია, სადაც თეატრი დაიბადა საქართველოში. დაიბადა პირველი დრამატურგია. გაჩნდა პირველი დრამატურგია და პირველი, რომელსაც 150 წლის დავისრულება დღეს. მე წარმომიდგენია, რომ გორის თეატრი ეს არ არის თქვა რიგითი თეატრი, ასე თქვა პერიფერიული თეატრი. გორის თეატრი ეს არის თეატრი, რომელიც იმ სამეულის შემდეგ, რომელიც თქვენ დაასახელებთ, გადის ეს რესპუბლიკაში, ეს რესპუბლიკური მნიშვნელობის დიდი თეატრია, თეატრის საყვანია, ფედერაციად, სადაც თავისი მოღვაწეობა დაუტოვებია და კვალი დაუტოვებიათ ცნობილ რეჟისორებს ფრანგიშვილს, ხუშიტაშვილს, ვაჩნაძეს, ლილიოსელიანს და ასე შემდეგ. იქ სადაც შალვა ხერხეულიძე, ვასო კახნიაშვილი, გოგუცა კუპრაშვილი, ქეთევან ბოჭორიშვილი, გივი ციცკიშვილი და სხვანი ახლა მე ყველას ვერ ჩამოვთვლი საგმეო დიდი მსახიობი მუშაობდნენ და სადაც ცხირმალი სპექტაკლები შეიქმნა. აი თუნდაც სიჭაბუკებელადისა, მე მახსოვს გივის ნათამაშები ახალგაზრდა სტალინის როლი, არსენო მარაბდელის ზვავი, ანი დულსკაიას მორალი შესანიშნავი კლასიკურად გაკეთებული სპექტაკლი. ცეკვის მასწავლებელი და მრავალი სხვა. მე გამოვჭა არჩილ გომიაშვილი, ბატონო ოთარ ცეკვის მასწავლებელში მუშაობდა ის. აი დღეს გორის თეატრი ამ მდგომარეობაში. მე მაპატიეთ და ერთი მომენტი მოვიყვანე. გორის თეატრში მე შემოვდივარ, ნაცნობ მსახიობს ვეძებდი და ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით შესასვლელში და სცენაზე შემდგომ ნახე მაიმუნები. არა, ნამდვილი მაიმუნები, არავინ არ გამიგოს რაღაც ალეგორიული მაპატიე. ხო არა, მაიმუნები, რომელსაც გვერდი ძალიან ახლოს დათვებით ახლდა. რა მოხდა ბატონო ოთარ?
როდესაც თეატრის სცენა მაიმუნებმა და დათვებმა ნამდვილ ცხოველებზე ლაპარაკობ კიდევ დაიკავეს. რა იყო ეს ამ ის არ იყოს დათა თუთაშხიას გმირისა რა იყო ეს? ეს იყო ჩემო ვასო ის რომ გაჭირვება იჩვენე და გაქცევას გიჩვენე. აქ რა ხდება იცით რომ საკმაოდ დიდი გადასახადი აწევს თეატრს ზურგს. და იმიტომ რომ ამ გადასახადებიდან რაღაცნაირად გადაიხადოს და პირნათელი იყოს კომუნალურ გადასახადებას გეუბნებით, ამას არავინ არ უხდის. თეატრს იძულებულია ყველა ხრელი მოძებნოს, რომ რაღაცა 2 კაპიკი აიღოს და ეს გადასახადები გადაიხადოს. არავინ დამხმარე არ არის თეატრის. ადრეული პერიოდში კაცობრიაც არსებობდნენ მეცენატები. როგორც იყო სარაჯიშვილი, ზუბალაშვილი, ახლა ღმერთმა ააშენოს ყველანი ჩემი პირველი სადღეგრძელო მაგიდასთან ეს არის ხოლმე და ღმერთო შეისახელწილებ ჩემ ქვეყანაში მცხოვრები ყველა მილიონერი იყოს ერთი მე ვიყო საწყალი მეთქი. მაგრამ მე ასეთი მილიონერები არ მინდა ვისაც კულტურა არ ესმის. კულტურა არ ესმის და არ უნდათ რომ 2 კაპიკი ჩადონ თავიანთი თეატრის, ქართული თეატრის აღორძინებისათვის. ასაღორძინებელი არაფერი არ აქვს, უბრალოდ 2 კაპიკი ჩადოს, რომ ახალ-ახალი საზრდო მივაწვდოთ ჩვენს მაყურებელს, ადამიანებს, რომელიც ფიზიკურად განადგურებული, გათელილი, დაუცველი ადამიანები არის და იქნება სულიერი სამყარო მაინც შეუვსოთ რაღაცით, რომ აი ისე აღარ ვიქცეოდეთ, როგორც ვიქცევით. ახალგაზრდობა გაიზარდოთ ისე, რომ ეხლა ნგრევისა და დაჭრისა და გაპარტახების პროცესი დაიწყო. 10 წელიწადი აი ეს ბავშვები ვინც მოდიან, ხომ არ იცის უკვე საზოგადოებაში ჯდომა, არ იცის თეატრში შესვლის წესი, ესე იგი უკვე აღარ აყოფნის მოთმინება, რომ თავიდან ბოლომდე ნახოს სპექტაკლი და იმისაც რომ გაერთოს უკვე საჯდომებზე, სკამებზე, აღიღერებს ჭრიან ხელებს და ამოაძლიან შიგნითკენ ეს რბილი რაც არის და ერთმანეთს ესწრიან. ესე იგი, აი ეს ბავშვი თუ თეატრში არ გაიზარდა, მასთან უნდა გავზარდოთ და მე კარგი დღეს ჯანდაბას ჩვენი თავი, ასეა თუ ისეა, რატო, მაგრამ მაინც ჯანდაბას, მაგრამ ამ მომავალ საქართველოს, ხალინდელ საქართველოს, რომელსაც ეს ბავშვები წარმოადგენენ, რას უშვებთ? ამას თუ სულიერება არ მივაწვდეთ და სულიერება საიდან უნდა წამოვიდეს? იქიდან უნდა წამოვიდეს, რომ უნდა მუშაობდეს, ფუნქციონირებდეს თეატრი ღირსეულად, ხალტურაზე კი არა. არამედ ღირსეულად, რომ ნერდელა გაიზარდოს დღეს 6 ბავშვი მოვა, პალატი 15, მაზე 15 და ხლა თეატრიდანაც თუ მოგებას ვეძებ ჩვენ და აი თეატრმა თავისთავი მსოფლიოში არც ერთი თეატრი თავისთავს არ ინახავს. და რაღაც საქართველოს შეინახავს და გორში, მით უმეტეს გორში და მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში, როდესაც პენსია არ აქვს ხალხს, არ აქვს ხელფასი ხალხს. დღედაღამე უმრავლესობა 80% ბაზარშია გასული დილიდან საღამომდე. აბა იმას სადაც არის თეატრს შემოსვლის. ბატონო ოთარ, მე ერთ რამ მინდა მაგასთან დაკავშირებით გითხრა. კი, მესმის რომ დღეს ძალიან ხელმოკლეობაა. აი მე მახსოვს, როდესაც იმ ასაკში ვიყავ, როდესაც პირველად ვნახე თეატრი და პირველი თეატრი იყო გორის თეატრი, სადაც მე შევედი როგორც მაყურებელი. 15 მე მგონი იქიდან ვისმოთ მე და და როდესაც აი პირველად ვნახე სპექტაკლი. ეს ხომ დაუვიწყარი იყო ჩემთვის, რაღაც ზღაპარში მეგონა თავი. მე ამის ხაზგასმა რატომ მინდა, იცით? არაფერი და ბატონი ლერიც ამეთახება, არაფერი ისე არ ზრდის ადამიანს როგორც თეატრი. მე შემიძლია ძალზე ხმამაღლა და სრული საკუთარი რწმენით, არა მხოლოდ საკუთარი რწმენით განვაცხადო, რომ არაფერი არ ზრდის ისე ადამიანს როგორც თეატრი. ცოცხალი ხელოვნება. აი ბატონი ლერი თქვენს ალბათ ამასთან დაკავშირებით გორის თეატრზე იყო ლაპარაკი და როგორც მისი ყოფილი მსახიობიც რას ბრძანებდით ამასთან დაკავშირებით? მე ძალიან ახლო შეხება მქონდა, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტი დავამთავრე, ქუთაისის თეატრში ვიყავი განაწილებული და მე თვითონ მოვითხოვე ჩემი დაჟინებული თხოვნით, რომ წავსულიყავი გორის თეატრში. იმიტომ რომ გორის თეატრი ჩემთან ძალიან ახლო იყო. ჩვენ პატარები ვიყავთ, მე მე-4 კლასში ვიყავი, მაშინ აბონენტები ვრცელდებოდა ხოლმე სკოლებში. და თითქმის ეს მათი სპექტაკლები მე-4 კლასიდან პატარა რო ვიყავი, მე შემოგეყვა თბავლები. მაგალ კლასებში რო გადავედით, თითქმის დღესაც ყველა სპექტაკლი მახსოვს ყველა სპექტაკლი. და როდესაც მე თეატრში მივედი, ეს არის ჩემთვის გორის თეატრში რომ მივედი, ეს არის ის დღე არის ჩემთვის დაუვიწყე. თუნდაც ის პირველი რეპეტიციები. შეეხება იმ კორიფეებთან, როდესაც რომ მე აი ქარელის სცენაზე
ვასო კახნიაშვილს უყურებდი, შალვა ხერხოლიძეს უყურებდი და შემდეგ. მათთან ერთად მომიწია მათ გვერდით თამაში. ეს იყო ჩემი რაღაც არის უდიდესი ბედნიერებაც იყო და ეს იყო ჩემი დიდი გაკვეთილი და განსაკუთრებით ერთი წელიწადი ვიმუშავე და ძალიან ბევრი რამე შევიძინე. რა თქმა უნდა, როგორც ასეთი პროფესიები მაინც ახლა ინსტიტუტის უსვლა საფუძველი. რეკეირა ცხოვრება უნდა გამოიძერწო ის რაც მიყო პრაქტიკულად იქ უნდა განახორციელო და ყოველთვის მე შემდგომში მე თბილისში ვიყავი, მე სახალხო თეატრში, მაგრამ გორის თეატრი მაინც ჩემს მოგონებაში, ჩემს ცხოვრებაში ეს არის ნათელი თბილი და თბილი მოგონება და დღეს მე ძალიან გული წყდება, როდესაც თეატრს მე შარშან დავესწარ სპექტაკლს. და იქ მაყურებელი თითქმის მაყურებელი არ ახავდა ჩემ თეატრს. არის სპექტაკლები, აი ყარყარიც მაგალითად ძალით ესე იგი მოსული გამოუცხადეს სამსახურებში ხალხს და ეს პრობლემა ვერი ადრეც იყო ხოლმე ახლა მაყურებლის ინტენსივობა თეატრში როცა უკვე მერამდენი სპექტაკლი გადის თუ არ იყო ეს დაუშვათ ვაზისუბნელიც მაგაცები სადაც ახლა ის მაინც კომედიური ჟანრია მსუბუქი ჟანრია და გარკვეულად უფრო მაყურებელს ამ შემთხვევაში იზიდავს უფრო აი თქვა ძალზე პროფესიული სპექტაკლი შედარებით ნაკლები იყოს მაყურებელი მაგრამ თავარი ის არის რომ აი მაყურებელი მაინც უნდა მივიდეს ერთხელ მაინც ნახოს სპექტაკლი თუ ერთხელ მაინც მივიდა და ნახა სპექტაკლი მე დარწმუნებული ვარ რომ ის მეორედაც მივა აი ეს ახალგაზრდობა ჩვენ არა თეატრალიზებული ახალგაზრდობა მე განსაკუთრებით ვსავხაზ და ძალიან მინდა თქვენი ავტორიტეტი ბატონო ტარ ბატონო ლერი და უფრო მეტად და კიდევ იმ დიდი თეატრის მე ვამბობ დიდი თეატრის მოსკოვი არ წარმოებინოს გორს ვამბობ მე დიდი თეატრს იმიტომ უწოდებ რომ აქედან დაიწყო და ეს სახელი მინდა მე ხმამაღლა განვაცხადო რომ აი მაყურებელი აი აქედან და გაიზარდოს და ერთხელ მაინც მივიდეს და მე ერთხელაც რომ მივა და მე ვარ ის ძირითადი კონტინგენტის შესავსებად აბადიათ ამ სიტყვისათვის მაყურებელი ყოველწლიურად ჩვენ შესავსებად არა იწევან გამოვჭა მე თქვა იცი უკანასკნელი ფული რასაც ვიღებდით ხოლმე მუშად მუშაობდი გორში მაშინ და აი პატარა ერთ მანეც მოვიტოვებდი ის სპექტაკლი მე და გორის თეატრში წავსვი აი დღესაც ეს ინტერესი უნდა გაჩნდეს მაგრამ ბატონო ლერი მე მაინც თქვენ გორის თეატრში როგორც მსახიობი გასაგებია აი თქვენ დღეს სახალხო თეატრის ქარელის სახალხო თეატრის თავი რეჟისორი გრძადებით აი თეატრისა რომელიც ატარებს არადერ იშნელის სახეს თეატრისა რომელმაც შექმნა თავისი გარკვეული რეპერტუარი წლების განმავლობაში კი რას ვეთხოვთ რა თქმა უნდა დიდი ტრადიციები გააჩნია ჩვენ ქარელის თეატრს ახლა გორს ვერ შევადარებ გორის თეატრს რა თქმა უნდა მაგრამ მე თამაშს ვიტყვი რომ მათ ისეთი სპექტაკლები დადგმულა რომ ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე აი მე ტაიფუნი და მე მაქვს ისიც მე პირადად ნანახი მაქვს ის რომ მარჯანიშვილის თეატრმაც დადგა ეს სპექტაკლი. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები ისინი გაცვლით იყვნენ, აი ქოჩორაძე მახსოვს მე მსახიობი იყო. ჩვენთან ესე იგი ჩვენი შერეულად ესე იგი სპექტაკლში ჩვენი მსახიობები და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები იქნებოდა ნახა ეს. აქ მე ახლა რა თქმა უნდა ტაიფუნი დაიდგა ურიელა კოსტა და ურიელა კოსტა ბატონმა შოთა კიკნაძემ გააკეთა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი არის. ხევისბერი, გოჩამეძო, სურამის ციხე, ხმაჩამ დაიგვიანა ნოდანი მონათამიშვილი იყო ჩამოსული. ერვან დარაქელოვი მოწვევით მოდიოდა ხოლმე, ეს მოწვევა ხდებოდა, იმიტომ რომ კონტაქტები იყო, არა გორის თეატრი და ქარელის სახალხო გორის თეატრთან ძალიანები იყო ეს. მე პირადად ესე იგი გორის თეატრთან, როდესაც გორის თეატრში ვიყავი, ორი მანქანა იქ დეკორაციას ვეძახით მაშინ ესე იგი და იყო ცხოვრება ეთქვა. ჩამოიწერებოდა ხოლმე, რომ ჩამოწერილი ეს დეკორაციები და ორი მანქანა ის დეკორაცია მასალა მაჩუკეს გორის თეატრმა და თუ ჩვენ რაღაც პრობლემა გვაქვს და თუნდაც აი დღესდღეობით და საზოგადოება იყო ჩაცმულობა ტანსაცმელი სპექტაკლის ყოველთვის რაზეა ლაბარაკი ვერჩი გვიდგა მე აი უდიდესი მადლობელი ვარ როგორც თვითონ აგერდა ეს დირექტორი არის ეს კახა ერიც ჩვენ აგერ სპექტაკლი ქონდა ჯერ დაიხოცნენ დათვალიერება იყო 98 წელს ხო და რაღაცები ახლა დავით და დეკორაცია არ აქვს უბრალოდ ახლა რატო არ აქვს დეკორაცია წავედით სარიალა ხელზე დიდი მანქანა თეატრში რო გქონდა საკუთო მანქანა არის მე ვქნა წავედით რაცა რა მე ვიქნებ ნახო ბიჭები მართლაც იქ 4 თეთრაზე მომიდგა თეატრის დირექტორი კახა ბერიძე
რაზეა პრობლემა უკაცო და შევარჩიეთ და იქ მერე და დეკორაცია და სხვათა შორის ჩვენ რო დეკორაცია ქონ იმაზე თუ უკეთესია ნაკლები არ იყო. თორე თქვენც ესწრებოდი. კი, მე როგორ არა. მაგრამ ეს წარსულის დღეებია. წარსულის დღეები. ძალიან დიდი პრობლემები იყო. დღეს ეხლა მე არ შემიძლია როდესაც თეატრზე არის. ჩვენ ყავდა მართლა აი პროფესიულ დონეზე აი ეს წასულები არის გივი რამიშვილი ყავდა. უფროსი თაობის სულიკო ეკალაძე, მიხეილ შავდათუაშვილი, მისი მამა შალვა შავდათუაშვილი და ასე შემდეგ. დღეს კიდევ რა თქმა უნდა არიან უფროსი თაობისა, რომლებიც დიდი სულმიათ, აი ჩიტო ეკალაძე, უცნაურესი მსახიობია კაცო, რობიზონ ყანჩაველი, პროფესიონალი მსახიობი. შურა ხაჩატუროვი. ყავს კიდე რაღაც თვითონ მურადია გეტყვით ჩვენ კულტურის ცენტრის დირექტორია და უცნაურესი მსახიობი, მაგრამ რა შეესახება ბატონო? აი ჩვენ ახლა გავაკეთეთ სპექტაკლი 98 წელს. ასეთი ჯერ დაიხოცნე მე რო იქოცნე. თანხა არ აქვს ახლა. თუნდაც ახლა მე პირადად კულტურის განყოფილებით მუშაობდი მოგეცნებათ და მე დავალებასავით მივიღე და ჩემი სურვილიც იყო რომ გადავსულიყავი და თეატრი აღოღორძინებინა. დავიწყეთ მუშაობა, გავაკეთეთ მიხეილ ნოდარ დუმბაძის ვიდეო გავაკეთეთ, ლეილა ბოროშვილის ზამთარი გავაკეთეთ. ეს ხდება 97 წელს. და მანამდე სხვა ახლა გაკინოა მოგეხსენებათ ეს არაუდობა და უშუქობა და თუნდაც ჩვენ რომ მუშაობა დავიწყეთ აგერ მურადი დამერწმუნება და დამეთანხმება კიდეც გათხოვება შეშა ჩვენ არ აქვს. ზამთრის პერიოდში დავიწყეთ მუშაობა. არავითარი პირობები გავაკეთეთ სპექტაკლი. ახლა დეკორაცია ხომ ბრძანეთ ბატონო თეატრში. თეატრი მართლაც ხო არ გიტარით გახვიდე და გიტარით და ცარიელა სცენაზე და კი ბატონო თუ კაი შემსრულებელი ხარ იქ მაყურებლის გეყოლება ტარსად დაგე, მაგრამ თეატრი სულ სხვა არის. აქ საჭირო არის მუსიკა, საჭირო არის განათებები არის საჭირო, დეკორაციები არის საჭირო. ამის საშუალება არ იყო. მე ხელმძღვანელობა ჩვენი ჩვენმა გამგებელმა ჩვენი რაიონის მითხრა რომ გააკეთეთო და მე რო შემდგომში ამას გადაგირიცხავთ. ну რა თქმა უნდა ახლა მივედი ნაცნობი ყოს ზოგადად ინიციატივა აქ აფიშები დავაგეჭიდინე 150 ლარი არის ახლა ფაქტურა ახლა დავატარებ თქვი ხო და ამ ხალხთან ვუყურებთ მე დაიდგა სპექტაკლის წინ პრემიერა როდესაც უნდა გქონოდა ერთი დღით ადრე გაუცელეს თბილისელი და იყო ვიღაცას გადმოურეკი აქ და ბილეთები გაუცელეს 2 ლარია ეს ძალიან მაგრატიცია ადგილი 2 ლარიან ჩვენ სპექტაკლი ერთი სპექტაკლი უნდა გაკეთდეს რაიონში კაცო ქალაქში მოდი და თუ შეიძლება არა დაეცელებინა ჩვენთვის მე რო ხო აი დღეს რა იმაში ჩავარდით ასეთ გამოვალ იმიტომ თანხები არ არის ბიუჯეტს არ აქვს სახსრები არ გააჩნია და დღეს მე პირადად იმ ხალხთან კი შევათავარ თუნდაც იმ ხალხთან რომელსაც რომ მე დუბლები იყვნენ ხელოსნები იყვნენ ხატრები იყვნენ მსახიობებთან კიდევ ხო რაღაცა მათ ჩვენთან ხო ახლა როგორც თეატრში ესე ჩვენ ხელფასზე არ არის იგივე როგორც აი მოყვარული მსახიობები როგორ გიხდიან მაგრამ რითი გიხდიდნენ და რითი გიხდიან თქვენ მე მაგალითად რეჟისორს და მხატვარი არის რომელიც სტარტში ესე იგი ბიუჯეტზე ვარ მაგრამ სამწუხაროდ სპექტაკლი გავაკეთეთ სპექტაკლი მე ახლა იქ ეს თანხები ხო ვერ ავიღე ახლა ვარში ვიყავ მსახიობები წავიდნენ და ძალიან იმიტომ კი არა ისინი შეიძლება დარჩენილიყნენ კიდეც მაგრამ უბრალოდ მე თვითდაფინანსებაზე გადამიყვანეს რეჟისორი მხატვარი რა უნდა გააკეთო ამ ხალხსა ახლა ვალათავიღე მე ვერ ვისტუმრებ ამ ვარს ვერ ვისტუმრებ აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდი და ну საერთოდ ფინანსური მდგომარეობა სახლებისა ძალიან ძიმეა ბატონოთან დამეთანხმებით ის კი რა დიდი თეატრების ასე ვთქვათ თბილისის თეატრების მსახიობების მდგომარეობა ვიცით ბევრი მსახიობი გაუშვეს ასე ვთქვათ პენსიაზე მსახიობის პენსიაზე რითიც სუნთქავს დღეს მსახიობი რითიც ცხოვრობს ბატონო აი ორივეს მინდა რითიც ცხოვრობს წელამდე დამავიწყდა ესე იგი თქვენ კი აღნიშნეთ რომ გორის თეატრი და ქართლის თეატრი ეს არის აკვანი ქართული თეატრის პირველი პროფესიონალი თეატრი გიორგი ერისთავმა ჩამოაყალიბა პროფესიონალს მე უკვე კაცმა განგრენიანმა კაცმა რომელიც თვითონ იყო დრამატურგი თვითონ იყო მსახიობი თვითონ იყო პროდიუსერი ყველაფერი თვითონ იყო რა თქმა უნდა ეხმარებოდნენ აი ისეთი მოვაწეები ვისაც ნამდვილად ეხელწიფებოდა დახმარება და ჰქონდათ იმედი რომ ეს დიდ საქმეს აკეთებდა ერისათვის ხო მაგრამ თუ ვიტყვით ქართლის თეატრზე საერთოდ ქართლის თეატრი 15 საუკუნოვანია თუ მეტი არა
ჩვენ თუ უფლისციხეში ჩავალთ, იქ არის თეატრული. აი იქ ათვლა ქართლის თეატრისა იქიდან უნდა დაიწყოს და ამიტომ რომ რაღაცნაირად გორის თეატრს რაღაცა პრიორიტეტი უნდა გააჩნდეს სხვა თეატრებთან ერთად. ნამდვილად. განსხვავებით. ამიტომ რომ აი წერა ვთქვი რომ უნდა გამოჩნდეს მეცენატები, იმას მალში არასოდეს არ დავრჩებით, რამე თუ თეატრში არის ძალა, პოტენციალი არის რომ საქმე აკეთოს. და რაკანას ეხლა მსახიობი ცხოვს იმედით. წერა თქვენ ხელფასები იქ მაინც ხელფასებია. ხელფასები იმდენი გვაქვს რომ გამოვალთ ხოლმე აქეთ-იქით ვიყურებით, ვინმე რეკეტი არ მოგვიწყოს და არ წაგვათოს. რა ხელფასია? 30 ლარი გამოთვალე. ან პრეზიდენტმა არის ის, ან პარლამენტმა არის ის, 30 ლარი ერთ კაცს არ აყოფნის და ოჯახი რო გაქვს შესაძახი, მით უმეტეს. და გარდა მაგისა, ჩემო ბატონო ვასო, ერთი რამ არის კაცო, ვერაფრის დებით ვერ გაიგო, მე იმაზე ვამბობ, ვინც გმართავს, რომ მსახიობი თვითონ არის ინსტრუმენტი. იმას არაფერი ინსტრუმენტი ხელთ არ აქვს. თვითონ პიროვნებაა ინსტრუმენტი, თავისი შინაგანი სამყაროთი, თავისი მოძრაობით, თავისი პლასტიკით, თავისი ინტელექტით, თავისი ინტუიციით და ყველაფრით და თერი 24 საათია დღეღამეში და მსახიობმა უნდა იმუშაოს 28 საათი. ზის მუშაობს, წევს მუშაობს. ბაბათი მაგიდასთან ზის და თუ აქვს შესაძლებელი რამეს ჭამს, იქაც მუშაობს. იმიტომ რომ ეს ვიღაცის ტყავში უნდა შეძვრეს, უნდა გაავსოს ის და აქციოს ესე იგი დამაჯერებელ პერსონაჟად, რომელიც რო შეხვა ბიჭო, ეს იმას როგორ აგავს, იმას როგორ აგავს, იმას როგორ აგავს და აი რამოდენიმე მსგავსებიდან ერთი ახალი ადამიანი და შვას. და შობადობა რა ძნელია ეს თქვენ კარგად იცით. აი ამ მდგომარეობაშია მსახიობს არაფერი არ აქვს. ერთადერთი ამბავ აქვს პროფესიონალიზმი, იმედი იმისა, რომ მე მაინც კარგ საქმეს ვაკეთებ ჩემს სამშობლოსათვის. სამშობლოსათვის, რომელიც სამშობლოც დღეს რაღაცნაირად, რა ვიცი, მივიწყებულია საოცრად. არ ვიცი რა ისწავლეს ამერიკაში ჩვენმა პარლამენტარებმა ახალგაზრდებმა, ვაბობ, აღარც ქართველობა უნდათ, აღარც ქართველი უნდათ. აღარც საქართველოს უნდათ ვიასებ. მეტად ქართული თეატრი მე ქართული თეატრი ვიღაც ჭირდება, ქართული მუზეუმი ვიღაც ჭირდება, ბიბლიოთეკა ვიღაც უნდა, აგერ რა დღეშია სკოლებია. ეს მე არ ვიცი, რამ უნდა ააშენოს, რამ უნდა შვას ახალი 21 საუკუნეში ახალგაზრდა კაცი, რომელსაც პატრიოტიზმი აღარ ისმის, არც ლექსში, აღარც ნაწარმოებში, აღარც ტრიბუნიდან, აღარც ასად. ნუ თუ ასე მოიძულეთ ჩვენი ეს გაუბედურებული ნაჩეხი რამოდენიმეჯერ ნაცრიდან ამდგარი სამშობლო და საქართველოს. საოცრება ხდება და აგერ მე წერან დავიწყე და არ დამამთავრებიდეთ ბატონო ვასო იმას ვამბობ რომ ღმერთმა ყველა ააშენოს, ყველა დაამშვენოს, მილიარდები აშოვინოს, მე ვიცი რომ არ მქონია, არ მექნება და არ მაქვს და არ მექნება. მე ამაზე შეგუებული ვარ, მაგრამ მე ვიცი რომ ჩემგან თუ ორი ბავშვი მაინც ჭკუას ისწავლის, თუ ის გამოვა და კაცად იქცევა, ამაზე ბედნიერება არ იქნება ჩემთვის. ხოდა თავის დროზე ალბათ ეს ადრესი იყო, ვაჟა-ფშაველას 93 წელს აქვს დაწერილი ასეთი სტრიქონები. დაჩერჩეტობენ მრავალნი, ატყაპუნებენ ყურებსა. ტყავი გააძრეს, ქვეყანას ჯიბეს იყრიან, ფულებსა, კაცებად იმათვეს თვლიან, ამ ხალხის მძარცველ თულებსა. ქვეყნის ჭკვაგრძნობას რა უთხრა, ქვეყნის სამართალს მკისესა, იუდას გუნდრუქს უკმევენ. ჯვარზდენ აცვამენ ქრისტეს. ეთქობა მაშინაც იდგა ეს. არა, უბრალოდ ვაჟა გენიოსი იყო და შორს გამჭვირდა, ესე ჩვენ დღეები დაიწყო. ხო, მაგაშია საქმე რა. აი, ასე ხედავს და მომავალს დაინახა, მაგრამ თუ გვინდა შევინარჩუნოთ, აბა შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, გალაქტიონ ტაბიძის. აღარც ერთი არ გვინდა, ეხლა მოუბრუნდე და კრიტიკა დაუწყეს. მე არ მეზრე ასეთი რა განათლება მივიღეთ, ვინა ვართ, რა ვართ და გამოდის ეს რაღაცა პორნოგრაფიული წიგნები და ეს იყიდეთ კიდევ თუ არა უნდა. ისინი არ ვარ განათლებული. ბატონო, მე იმასთან დაკავშირებით მაბადიდლერი მინდა გითხრათ, როდესაც ამბობ თქვენ მეცენატზე ლაპარაკობთ. მე შეიძლება მithქვამს ეს. კაც თუ არ აინტერესებს, აი ერთი ძალიან შეიძლება ცოტა პირდაპირ ის არ არის პარალელი, მაგრამ იქ სადაც ხოლმე უყვარს ფეხბურთი, სპორტი არ ვიყოთ, ან ჭიდაობა პირველ კაცს,
ის მიდის და ესწრება ის გუნდიც არსებობს იმ ქალაქში თუ რაიონში. თეატრში თუ არ ყოფილა, აი ის ვისაც თქვენ მეცენატს ეძახით ვისაც ის არ ყოფილა თეატრში, არც ხელოვნებასთან ურთიერთობა არ აქვს, ის უბრალოდ ელემენტარულად ვერ ხედავს რომ აი იქ ჩადებული ფული მის ხალხს გამოადგება. ეს ღრმა და შორს გასაგებია, ძნელად გასაგებია მისთვის, მაგრამ მე იმდენად ვიცი რომ იმდენად ნიჭიერია ჩვენი ხალხი. იმდენად იმ მეცენატებშიც არიან ღირსეული ადამიანები. მე ნამდვილად გეუბნები, აი პოტენციურ მეცენატებზე ვარ აგობ, ეხლა ვისაც მართლა აქვს ფული და გვისმენენ ეხლა. ხალხო გამიგეთ ხელოვნებას, საერთოდ თეატრს და ხელოვნებას ძალიან ბევრი რამე შეუძლია. თუ ნებას მომწევთ ერთი მომენტი მინდა მოგიყვანოთ, გახსოვთ თქვენ ვახტანგი კვალიაშვილი არა მომღერალი ეროვნული, ცნობილი და ერთხელ ატარებს რეპეტიციას და გარკვეული ხმაურია დარბაზში, იცი ვერ გააჩინა ეს მონაწილეები და უთხრა ჭკვიანათი ყავით, იცით რომ მე მუსიკით ბევრი გამიჩერებიაო და მე ერთი ამბავი მოგვიყვა რომ დასავლეთში მივდივარ რომ გასტროლებზე ყოფილი რა, რომელიღაც დასავლეთ საქართველოს დასავლეთის რომელიღაც რაიონში და მე რომ მანამ დაიწყებოდა ახლა საღამოს იყო კონცერტი, ჩემი ფანდური თუ ავიღებოდა, ფანდური დავიჭირებოდა, წავედიო სოფელში. გავიარო სოფელშიო და ხედავ უცებ ხედავ რომ ესე იგი დიდი ძაღლი მიახლოვდება. დიდი უზარმაზარი ძაღლიო და ვიჭირავს ეს ფანდური ხელში და რა უნდა გავაკეთო, ვერ გავიქცევიო, ეს არის უზარმაზარი რო უყოფე, შიშის ქვეშა ვარო და დავიწყე დაგვრავ ფანდურისო. მოვიდა ახლოს მომიახლოვდა და ჩაიმოხლა და მიყურებს ასე. ესე იგი საკმარისია დავამთავრო ერთი მუსიკალური ნაწარმოები და გავჩერდე იმ წუთში მოდის ჩემსკენ. მე მეორეს ვიწყებ, წარმოუდგენ რამდენს მთელი რეპერტუარი კონცერტისა შეისრულებოდა იძახებდა ბისზე. მთელი რეპერტუარი კონცერტისაო, ხო და ბოდოსო დავინახე რომ მოდიან პატრონები ესე ვიზიც ყოფილა და ესე იგი თოკით კამანდით ეს ზაღლი დაიჭირეს და მე მომიახლოვდა ერთი მეუბნება. მაგრამ შენო დინახარო. და რითი შეძენი ამ ზაღლი ამას გელი ყავს შეჭმული. მეუთხარი, აიო მუსიკას იმხელა ძალა აქვს. იმხელა ჩემი ფანდურით კი მაგრამ ფანდურით მეო ზაღლი გავაჩერდა თქვენ რა ხალხი არ ხართ. ესე იგი იმდენად დიდია ხელოვნების ზალა. მithumet ეს თეატრის ზალა იმდენად დიდია. აი მე მახსოვს თქვენ უწევამცანე. წამიკითხავს უბრალოდ, როდესაც თბილისში იღმებოდა სამშობლო, მე მგონი იგივე ერისთავის სამშობლო, ხალხი ფეხზე ადგა. იმ დროშის გამოტანის დროს, არ ამგონია დღეს დროშის გამოტანის დროს ფეხზე ადგეს ხალხი თეატრში. აბა, ასე ხდებოდა მაშინ. ასე არა ბატონო. დიერთ, ასე თქვენ რაღაც მეცენატებზე რო იყო საუბარი, მე ახლა გარკვეულწილად რა არის იცით, მე თმა მისცე როგორ რაზეა ლაბორა. აი ახლა უბრალოდ ახლა გერმანია მეორე მსოფლიო ომში და როგორ დაინგრა, კარგად. ერთი ის გადარჩა რომ გუთანი არ გადუტარებიათ თორე და როგორ აღზრდა. ეს ქვეყანა. ერთი არ ვიყოთ მორგანს მაგალითად შემოსავლების 60 მილიარდები აქვს. შემოსავლების 13% რჩება თვითონ. დანარჩენი ხმარდება ქვეყანას. კულტურის სასახლეებს, ცენტრებს აშენებს, სპორტულ მოედნებს აშენებს, იქ თავდაცვაში რიცხო და 13% რჩება ამასთან. ასეა. ჩვენმა ძმებმა აბა რა, ჩვენმა 1000-მა გაითვალისწინეთ. კარგად ოჯახი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახი მაგრამ. იმედი მაქვს რომ ქვეყანა არც ეგრე არ არის, ჩემო ძვირფასო ლერი გადაცვალო, შებით არის. ეხლა უბედურება მოხდა ილიასი არ იყო ეს კაცო. აი ვიშოვეთ, ეთქობა ჩვენ არ ვიცით რა არის ეს მეცენატეობა და რა არის ბიზნესი. ესე იგი, ვიშოვეთ ფული, ხო? ავაშენებთ სასახლეები. შემოვღობოთ დიდი გალავანი. ეს ჩვენი ძოლშვილისთვის გვინდა რა? იქ 4 დიდი ძაღლი. 4 დიდი ძაღლი, იარაღიც ამბავი ყველაფერი და დავარქვით, აი ამ სამყაროს საქართველო. იქით აღარ ვიყურებით კაცო, ხო არ არის ჩემი სახლი საქართველო, ხო არ არის. რა თქმა მე ბა რობინზონ კრუზო ხო არა ვარ დაუშვათ, სხვა თუ აღარ იქნება ეს სახლი ვის ვაჩოდო და ვის აი ამაში გვეშლება, აი აქ არის საქმე. მაგრამ დღეს ბატონო უთარო და ბატონო ლერი, მე მაინც მიმაჩნია დღეს ვერც მეცენატი და ვერც თუნდაც მაყურებელზე დამოკიდებული თეატრი ვერ გადარჩება თუ ხელისუფლება და სახელმწიფო ამ პერიოდისას არ იზრუნა. ეს ძირითადში რა თქმა უნდა გავუწევთ ან ვერც ერთი თეატრი ვერ იცოცხლებს და ვერ იცოცხლებს ის. მე ერთი ამაში მე მგონი გედახლებით absolუტურად მე ერთი რამე მიკვირს გავს, როდესაც თქვით რომ გადავარჩევდით კულტურა და გადაარჩეს ის ქვეყანას, ესე იგი ამას უნდა მიყვე, მაგრამ საერთოდ ფრთიანი გასროლის სიტყვაზე მე აღარ დაობენ ხოლმე. ეს სადღაც უნდა დაწერილიყო. მე უარეს გეტყვით. ესე იგი პარლამენტმა მით უმეტეს კომიტეტმა თეატრის და კულტურის კომიტეტმა გამოიტანეს საოცარი, ნუ და მე არ ვიცი, ამას აღამახმად ხანი არ გააკეთა.
ისეთი დადგენილება და კანონი მიიღეს თეატრებზე და ისიც კი რომ თეატრის მოღვაწეები და თეატრის ადამიანები და მსახიობები ფულს არ ათხოვენ საფინანსო ფინანსთა მინისტრს. ისინი თვითონ მithumetes გაწუხ გენიალური კაცი ამდენი ხანი მოღვაწეობდა გიგალურ თქფანზე პირიქით იმედი მქონდა რომ ის თავისი დიდი დაისხმევით, მუშტით, თუ თავისი ომახიანობით, თუ თავისი ავტორიტეტით დაიცავდა და ეწყოდა რომ ამ ხალხს რა აქვს იმის მაგალითად რომ ორი კაპიტი ზედმეტი მივიცეთ რომ უფრო ერთგულად, უფრო თავდაჯერებით, გადაკლული იმუშაოთ, ორი კაპიკი მივიცეთ რომ აქეთ ყველაფერი არის ჰარალი და მისეს ადგილობრივ მერიებს და გამგებლებს თავში საწევა. ეს არ შეიძლება. ეს ეხლა ჩვენმა პრეზიდენტმაც ხო მიცის. ხო ყველა მიცის. თეატრები რა დღესია, მიუხედავად ამისა, თუ იმას ფიქრობენ, რომ თეატრები მიანებელია მსახიობები, თავს ნურას უკაცრავ. ჩვენ იქ უნდა დავიხოცოთ და ისე არ უნდა წავიდეთ, რომ აი მე ისტორია მოგვიხსენიოს, რომ აი ამათ ხელში დაიყურა თეატრი. არა, ჩვენ იქ ვიქნებით, იქ მოკვდებით, ჩვენ ასე ვიცავდით ამარეულობის დროს, იქ ვეძინა ზამთარში გაყინულებს, იქ ვეძინა რამოდენიმე ექსცესებიც მოხდა, მაგრამ ტკბილი სიტყვით, კაცური გაგებით დავანებეთ ზოგს გარდერობის გაძარცვა უნდა, ზოგს რეკვიზიტში რაღაცების გაძარცვა უნდა, მაგრამ ჩვენ ისინი გავისტუმრეთ, კარგი ტკბილი სიტყვით, ტკბილი სიტყვა გოსა პროექტა მოიყვანსო და შევინარჩუნეთ, ასევე შევინარჩუნეთ, რომ მომავალ თაობას კონდეს კიდე რაღაც სულიერი საზღვარი. და დიახ, სულიერ საზღვარზე. მე მესმის ახლა ჩვენ ხალხი გვისმენს, ჩვენი საოცრად კარგი მაყურებელი. რამდენად კარგი მაყურებელი ბატონო ოთარ და ბატონო ლერი, რომ როდესაც მე მათ უსმენ, როდესაც ჩვენ გადაცემის შესახებ გვახსოვენ საუბარი, იმდენად ჭკვიანულად ისეთი კარგად გეუბნებიან ყველაფერს. და რა არის რაციონალური, რა უნდა გავაკეთოთ, იცით, ხანდახან გვირჩევენ კიდევაც, როგორ უნდა იყოს გადაცემა. ესე ძალიან საინტერესოა, ჩვენი ხალხი ძალიან ისეთ მიუხედავად კივილებისა ის სიტყვის ნაწილი შეინარჩუნა და აი ამ ხალხს ვიცით რომ აი ფინანსური პრობლემებია მაგრამ აი რომ სულიერი საზრდოა საჭირო ეს მანაციცის და აი რა სულიერ საზრდოზე გავდივართ ახლა ჩვენ სახელმწიფო მე ძალიან გთხოვ და ძალიან მინდა რომ ითქვას ეს აი აქ თქვენს მიერ იმიტომ რომ თქვენ პროფესიონალები ბრძანდებით აი თუ არა თეატრი რა სხვა სულიერ საზრდოს ვაწოდებთ თუნდაც ჩვენ სახელმწიფო თუნდაც იმ ხალხსაც რომლებიც რითი ერთობა ასე ვთქვა ძალიან ისე უბრალოდ რას უყურებს დღეს ის და რა არის მისი სულიერი საზრდოს მთავარი არტერია ნახეთ კინოსტუდიას რა მოუვიდა ამდენი 10 წლის განმავლობაში ფილმი ვერ გამოუშვეს ხო ეს გენიალური კინოსტუდია ეს რო არ გავს არავის მსოფლიოში და თავისი ნაწარმოებით თავისი ჰუმანიზმითა და კეთილშობილი იდეებით რაღაცას ნერგავს მსოფლიო მასშტაბზე ნერგავს უფრო ეხლა მე წამოვიდა ახალი თაობის ხალხი არ შეიხედება რა მიბაძეთ ვიღაცებას და დედის გინების კორიანტელიაში და არ არის ეს ჩვენ მენტალიტეტში შეიძლება ჩვენ სუპრაზე შევიგინოთ მაგრამ ასე სახალხოდ და ცოლი გვერდზე მიჯდეს და შვილი გვერდზე და ეკრანიდან მეც უსმენდე და ეს ჩემი ცოლშვილის ვერ მოდის ჩვენამდე არა ვარ ჩვენ მაგის ხალხი და მაგას მოვუწმეთ საკუთარს კარგად ყველაფერს მე არ ვიცი წინასწარ არის განზრახული თუ რობერტო შეისახელის მე იქნება ცოდა წინასწარ არის ხალხის დამონების და ლენჩებისათვის დაგეგმილი თუ ეს ისე ემთხვევა მაგრამ ისე არაფერი არ ემთხვევა შემოყარეს ეს უგემოვნო სერიალები ვახმოვანებთ უგემოვნოთ საერთოდ და დღე და ღამე მთელი ეს დაქანცული, დაღლილი, სტრესებ მიღებული, გაუბედურებული, გაძარცული, გაძვალწყავებული ხალხი მიჩერებია და იქ პოვებენ შვებას რა. რამე თუ აი იმ ტელესერიალში რაღაცა ინტრიგებია, ვიღაცა შეიყვარა და ის მინდა რა ჭიჭიკია შეხვდა სიმონიკას და ბიჭო ჭიჭიკია უყურებ ბიჭო შენ ამ სერიალებს უყურებ ბიჭო რა ხალხია კაცო ესეთი რა ხალხია ჯერ ბიჭო ხელი არა აქვს ჩართმეული უკვე იხდიან ბიჭო და მერე წობიან და იწყება იქიდან ნათესაური მიწოლ-მოწოლავ არ არის ეს ჩვენს მენტალიტეტში და მაინც იქით იმრელსზე უნდა გადავიყვანო კაცო აი ამ სულიერ საზრდოს ვაძლებ გაიშალა უშველებელი მოძრაობა აი ამ რეპისადმი ის კი არა იქამდესაც კი მივიდა ზოგიერთი თავხედი რომ ქართული ცეკვა უნდა შეუერთოს რეპი
არ გამოდის ეს ქართული ცეკვა თავისთავადია, ხო არ შეიძლება გათო ხრუშჩოვი გავდეს ბრეჟნევს. ის სხვა სიტუაცია არა სიფათებს ვამოხდეთ შეიძლება ქართული ცეკვა რეპიშეურიო გაიდგა ამ რეპმა გამოიყვანენ ამ საწყალა ბავშვებს წით გადმოგდებულს ზამთარს დაფხულ ტიტულებს გახევრად შიშვლებს და აცეკვებენ და ისეთი შტაბეჭდილება რჩება რომ ეხლა პარლამენტი აპირებს პროსტიტუციის ლეგალიზაციას სარესტავრაციოს გასვლას და იმისთვის ამზადებენ ამ პატარა სოთო ბავშვებს და მშობლებს იმხელა გონება არ გრჩება რომ მიყავს იქ და ამ ბავშვებს ჯერ ერთი ვაციებთ იმ ზამთარში მე მეორე სიშვილეს ვაჩვენებ მე მესამე იმას უკვე აღარაფრის აღარ წვედია და მე როცა რაღაცა მოხდება ურემი რო გადაბრუნდება რათა ჩემმა შვილმა რა გააკეთა ეს გააკეთებს აბა რა იქნება იმისთვის სულ ერთია და აი ამას ვაწვდით ასია ბატონო ოთარ ასია ხო ჩვენ ასია თუ ის უყურებთ ამ ტელესერიალებსაც ამ ფილმებსაც მაგრამ იცი ერთ რამე მინდა გითხრათ აი როდესაც ქართული კინოც თავის ტელესერიალებით უმატებს რაღაცა და თან უგემოვნოთ გაკეთებული ჩვენი უბედურება გაკეთებული ტელესერიალები რამედ მაინც ღირდეს ისაც გააკეთეს კიდევ ჭანდაბას რომ კარგი ყოფილიყო ჩვენი უბედურება ხურის საკჭირს მაინც ბატონოს უკაცრავად რომ ესე იგი მახინჯურად უნდა გადავიღოთ ყველაფერი საზღვარი ოღონდ საზღვარგარეთ მივბაცოთ ბატონო ოთარ ბატონლერი გადაცემა ჩვენი იმ დასრულების პროცესია და მე რამე და გითხრათ ჩვენს ტელემაყურებლებს ვთქვა ყველაზე საინტერესო მაინც ამ დღევანდელ სიტუაციაში ის არის რომ ორივე მსახიობი ბატონი ოთარის და ბატონი ლერიც ქარელის სახალხო დღესასწაულზე რომელსაც ქვია ზაზალბა ასრულებდნენ სხვადასხვა დროს ზაზას როლს ბატონი ოთარი თავიდან დაწყებიდან ხანგრძლივად შემდგომ გარკვეული სიტუაციების გამო თუ პრობლემების გამო შემდგომ ბატონი ლერი გამოჩნდა თქვენ ალბათ ჩვენი ტელემაყურებლები ნახავენ ნაწყვეტს ადგილებს ამ სპექტაკლებიდან მე ვფიქრობ ეს რომელიც თქვენ გააკეთეთ ის სპექტაკლი ბოლო სპექტაკლი ასე იგი მე მაინც სპექტაკლს უწოდებ ბატონო ოთარ ამბაზალობას რომელიც მე მახარელი გავიდა და ასე შემდეგ ეხლა 90-დან ერთად მოვიდა ანტიკური სპექტაკლის სტილი იყო სპექტაკლი იყო ეს ბოლო გააკეთეს სპექტაკლი მურატ საზანდრიშვილმა როგორც რეჟისორი გახდათ მთავარი როლის შემსრულებელიც მე ხო მე ჩვენს ოპერატორებს სამით და ჩვენი გადაცემის დასასრულს აჩვენებენ ახლა ამ ადგილს და მინდა უსურო კიდევ ხალხს და ჩვენს ხალხს რომ ხელოვნებასთან აი ხელოვნება მაინც ყოველთვის იყო გზა ქვეყნის ერის გადარჩენისა კულტურის გადარჩენა რა თქმა უნდა ჯერ ისმე გადავარჩინოთ ჩვენ და მინდა რომ აი ასე დავასრულოთ აი ამ მოტივით აი ამ აქცენტირებით ჩვენი გადაცემა რომ იმედი დარჩეს იმისა რომ ხელოვნება გადარჩება და ბატონო ოთარს თხოვოთ დაასრულოს ეს ჩვენი გადაცემა თავისი დამოკიდებულებით დღევანდელ ცხოვრებასთან და ამით მინდა ჩვენს მაყურებელსაც კი ბატონო მიმართ გარითმული ადამიანო გაურითმავს სამშობლო დაჩეხილი საქართველო ჩემ შვილს როგორ ვაჩვენ როგორ უთხრა აღარა გაქვს არტანუჯი ხახული როგორ უთხრა ბებერტაოს გვერდშიც ვეღარ ჩაული როგორ უთხრა ჩადრი ფარავს ოშკს თუ კიდევ ოშკია თუ ქართულ გეზ ეს აჯიშეც ზუსკერთი მოშლია როგორ უთხრა პარხლის სიზმრებს კლავზე ვეღარ გადიწვენ ჩემად რომ არ არის რით უშველო სხვა მიწებს როგორ უთხრა აფხაზეთიც გატენილი ცურია და იქიდან მზით ნადენი ჩვენს მტერს სისხლად წყურია როგორ უთხრა რითა უხსნა რატომ დაპატარავდი იმიტომ რომ ყველა ერთად გძარცვავდით და გპარავდით მტერმა როგორ გაგვიშველოს იმავ მტერზე ძლიერმა როგორ უთხრა რითა უხსნა როგორ უთხრა ძლიერმა გარითმული თადამდელო გაურითმავ სამშობლო გაყიდული საქართველო
ჩემ შვილს როგორ ვაჩვენო, როგორ უთხრა რომ გვეცინა, ვდევდით ფიქრის ნიავქარს და როცა გაგვეღვიძა, საქართველო აღარ გვაქვს, როგორ უთხრა. გავწიალდით ალავერდის გადასვლით, როგორ უთხრა, ნატყვიარი ამოვტენეთ ქაღალდით სიტყვით, მხოლოდ цаრიელი სიტყვის კორიანტელით, თუ ყლავაც არ წამოვდგებით, კიდევ ორი ამდენით, დავეცემით სხვა კრწანისთან, იმ წარსულის ნიმდობი დავეცემით და არასდროს არ გვექნება დიდგორი. ერთიანი საქართველო ჩემ შვილს უნდა ვაჩვენო, დამზე როგორც ღვთისმშობელი ხატად გამოვასვენო, როგორ მინდა დღეს არ იყოს ქართულ ჯიშის გადაწვა ჯიშის, რასაც უჯიშობით აღზევება არასავს, როგორ მინდა ეს არ იყოს სადღეგრძელო მორიგი მოდის დიდი საქართველო, მაგრამ მაინც მოდის კი. როგორ მინდა ღმერთი იყოს მუდამ ჩვენი მყარავი, როგორ მინდა პურს და სითბოს არ ავთხოვდეთ არავის, როგორ მინდა ძმამძმობისთვის ეხლა მიმაგიეროს, მერე ნახე როგორ აღსდგე ფეხზე ღმერთო ძლიერო. გმადლობთ მე დაადლებად გიხდით მადლობას ამ ლამაზი ლექსისთვის, ზეინებ მეტრეველის ლექსი და ბოლოს მინდა გითხრათ ძვირფასო ტელემაყურებლო. მე როცა დავიწყე საუბარი ვიკითხე, რის რესპუბლიკა საქართველო? საქართველო არის კულტურის რესპუბლიკა, იყო და იქნება მომავალშიც.